მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი ტრადიციული გაშლა. კვირის პროგნოზი ვნახოთ. დაიწყო ახალი წელი და ვნახოთ, აბა რა გველოდება ჩვენ უკვე მომდევნო კვირაში. რა თქმა უნდა, ვაკეთებ სიგნიფიკაციას, ხო? ვინც პირველად არის, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, ჩვენ ვაკეთებთ აქ ვარიანტებს არ ვაკეთებთ, აქ იქნება სიგნიფიკაცია, აქაც ჩავდებ, ანუ ეს კარიერა, ფინანსები და ურთიერთობა და რა თქმა უნდა, აქაც ცოტა სიგნიფიკაციას ჩავდებ, რომ უბრალოდ ვიცოდეთ. რომ თქვენი არის, შეიძლება სამივე სფერო რეზონირდება, შეიძლება რომელიმე რეზონირდება. ვნახოთ ახლა რა ენერგიებში იმყოფებით თქვენ. ახლა რა ენერგიებში იმყოფებით ამ წუთში. რომ გაიგოთ, რომ თქვენი არის ეს გაშლა. Так, შემდეგ ვნახოთ მომდევნო კვირის რა ენერგიები გველოდება, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. რა ენერგიები მოდის თქვენთან. ნახოთ ახლა. Так, შემდეგი, ახლა ჩვენ ნახოთ ახლა საქმიანობა, ხო, უკვე დაიწყება სამუშაო მგონი პროცესი, ზოგი უკვე მუშაობს, ზოგი დაიწყებს ახლა. ნახოთ ახლა ჩვენ რა ხდება თქვენთან ახლა და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ანუ რა ხდება ახლა და რას მიაქციოთ ყურადღება, რა მოდის თქვენთან მომდევნო კვირაში, ხო? საქმიან თემაში, საქმიანობაში. Так, ფინანსები ნახოთ რა ხდება ახლა და რას უნდა ელოდოთ მომდევნო კვირაში. ეს ჩვენი საინტერესო სამივე სფერო ხომ? Так, ფინანსები ახლა რა და მე მომდევნო კვირაში რას უნდა ელოდოთ. და ურთიერთობა დღეს მან არა ავიღებ, ნახოთ ახლა რას მაჩვენებს მან არა. შევხედოთ ახლა მაგას. ну, ცოტა ისეთი ინტიმური არის და ნახოთ რას მაჩვენებს აქ. так, ახლა რა ხდება თქვენთან და რას უნდა ელოდოთ, ან რა იქნება. всё, დავიწყოთ ჩვენ. ვისთვის არის ეს გაშლა, ნახოთ ახლა ჯერ პირველ რიგში. რა ენერგიებში ხართ? так, ну, აქ არის როგორი სიტუაცია, ახლა გეტყვით, რამდენიმე რა თქმა უნდა იქნება ჩვენთან აქ ინტერპრეტაცია, მაგრამ შეხედეთ როგორი მდგომარეობა გვაქვს. პრინციპში მაჩვენებენ, რომ ენერგია ცუდი არა გაქვთ თქვენ, უბრალოდ არის აქ პირველი ვარიანტი და ну, ნახეთ, ვიღაცა შეიძლება დანაკლის განიცდის, შეიძლება აქ ურთიერთობასაც ეხებოდეს, შეიძლება ეხებოდეს კიდევაც ფინანსურ მდგომარეობას, შეიძლება კლიენტების ნაკლებობას გრძნობთ, ვინც მუშაობთ, თქვათ კლიენტებთან. მაგრამ აქ კიდე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ძალიან დიდი თანხაც დაკარგა. არ არის აქ გამორიცხული და ეხლა ცოტა განიცდით მაგასაც რა, შეიძლება თქვათ ვიღაცას გაქვთ, ზოგს ახლა შეიძლება შვილებთან გაქვთ რაღაც პრობლემა. მაგრამ კიდე აი აქ სრულყოფილად ვერ გრძნობთ თქვენ თავს, აი როგორ არის იცით, აი თითქოს ყველაფერი მაქვს. აი რაღაც მაქვს, აი არა ვარ ისე რომ თქვათ რამე არ მქონდეს, მაგრამ მაინც განცდა შეიძლება გეუბნებით ამ სიყვარულში დაუშვათ დაკარგეთ თქვენ. ან არ გიმართლებს შეიძლება ეგეთი რაღაცას შეიძლება იყოს, აი არ გიმართლებს სიყვარულში და ამიტომ ამაზე განიცდით. კიდე აქ როგორი ენერგია მომდის, იცით? აი ძალიან აი არ მომდის ის, რომ თქვენ დაუშვათ რაღაცა ესეთი ადამიანი, აქ ძალიან ლამაზი ადამიანი არის, ძალიან ჭკვიანი ადამიანი არის, ძალიან ანუ შეიძლება თქვენ თვითონ ქმნით თქვენ ცხოვრებას რა.
მაგრამ მაინც რაღაცა სევდა გაქვთ და ეს სევდა რატომღაც უფრო მომდის სიყვარულის თემაზე, რა ვიცი, აი შეიძლება არ ხვდება ისეთი ადამიანი, ხო რა, აი ნახეთ რასთან დაკავშირებით. ხო, აი შეხედეთ როგორი ეს მდგომარეობაა ეს რა. მაგრამ გამოდიხართ, ხო? ცდილობთ. აქ როგორი სიტუაცია, იცით, შეიძლება თქვენ რაღაცა გადაწყვეტილების წინ გახართ, როგორ იცით? აი ის კიდევ გეუბნები, კარგი ვარ, მშვენიერი ვარ, სიყვარულიც მიტის, მაგრამ არ გიმართლებს რაღაც. ან დაკარგეთ თქვენ აქ რაღაც სიყვარული, ხო? ან გადაწყვეტილების წინ გახართ, აი უნდა გადაწყვეტილება მივიღო, მაგრამ ვერ ვიღებ. მაგრამ აი არ ვიცი რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, უკვე როგორ არის, იცით? აი პრინციპში კიდევაც აი მაღალ ძალებსაც თხოვთ, ხო, ყველანაირად აი ხართ, მაგრამ ნუ აქ გადამწყვეტი პერიოდი არის. უბრალოდ როგორ არის, აი ხა ეს ორიანი რო არ გამოსულიყო, ვეთყოდი რომ უკვე თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, ხო, მაგრამ მაინც არჩევანის გაქვთ თქვენ, მაინც რაღაც არ ვიცი რა გავაკეთო რა, არ ვიცი როგორი გადაწყვეტილება მივიღო თუ არა და მინდა რომ გამოვიდე. აი ეს როგორი მომენტი არის, ნახეთ, თითქოს რაღაცა პროცესში ხართ რა. თქვენი ფასი იცით, ძალიან კარგად იცით ვინ ახართ და რა ხართ. მაგრამ აი ეს სიტუაცია რა, ანუ თითქოს განცდა არჩევანი მაინც მომდეს, ეს არჩევანი რატომ მომდეს? განულება გინდა და განულება. ხო, ვერ გამოდიხართ, ვერა. აი აქ დგახართ თქვენ რაღაც ისეთ მომენტში, გეუბნები, აქ უბრალოდ სიყვარულო თემა, როცა ადამიანმა იცის, რომ ძალიან მაგარია, მაგრამ შეიძლება ეს სიყვარული, ხო, რომელიც ზის მის ცხოვრებაში, მის გულში, გულში, ხო, ვერ უშვებ თქვენ ბოლომდე, ამ დროს შეიძლება ეს არ გავსებს უკვე ეს სიყვარული, არ გაძლევს იმას, რაც თქვენ გინდათ. და ცდილობთ მაქსიმალურად, რომ რაღაცნაირად აი ეს განცდა მოვიშორო, მაგრამ მინდა რაღაც გავაკეთო ისეთ, რომ აი გამთავისუფლდე, მაგრამ ვერა. აი ეგეთი ენერგია მოდის აი აქ. ნუ ვიღაცის მოლოდინში ხართ, შეიძლება კი, მაგრამ არ იცით ეს ადამიანი მოვა, არ მოვა, იქნება, არ იქნება, ნუ რაღაც არეულობა გაქვთ, ძალიან ისეთი თემაა რა. აი, ნახოთ აბა მომდევნო კვირაში რა გელოდება თუ იცა, აჰა. შეხედეთ, როგორი საინტერესო სიტუაცია გვაქვს ჩვენ. აქ უეჭველი ხო გეუბნებით, აქ პრინციპში აქაც უკვე მაჩვენეს, რომ ნახეთ, იცით როგორი თემა მომდის, თითქოს მაღალი ძალები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თქვენ გამოგიყვანოთ ამ სიტუაციიდან. აი მაქსიმალურად, მაგრამ თქვენ მაინც აი თითქოს მაინც ებღაუჭებით რა. და აი აქ უკვე ნახეთ ახლა რა ხდება, გამოხვალთ. აი აქ მოგერევიან რა რო იტყვიან, მოგერევენ მაღალი ძალები, საგვარეულო, რა ვიცი, ნუ ყველა ვარიანტში აქ უნდა მოხდეს ეს სიტუაცია, რომ თქვენ უნდა ბოლოს და ბოლოს მიატოვოთ ეს სიტუაცია, რომელიც მაგრად გულს გკენს და რომელიც აი ესეთ გაუგებრობაში შეყავთ რა. იმიტომ რომ აქ აბსოლუტურად აი უკვე შეუძლებელია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. არ ვიცი საწავედი, არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი რა ვქნა, აქ მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება იყოს, ნუ ესეთი სიტუაცია თქვათ, მესამე პირი, ან მესამე სიტუაცია რაღაცა არის აქ, რომელიც თქვენ არ გაძლევთ საშუალებას, რომ რამე მაგრამ არ გაძლევდათ. აქ გამოდიხართ ყველა ვარიანტში ამ სიტუაციაში. კი. კი, ყველა ვარიანტში. აქ რა არის, იცით, აჰა, აგერ არის ჩვენი განულებაც და გხედავთ თქვენ მაგას ხო. ოხ, იგივე კარტი მოდის. იცით როგორი მომენტი არის? აქ შეიძლება იყოს რაღაცა სერიოზული საუბარი გექნება თქვენ შეიძლება თქვენ მამაკაცთან, ადამიანთან რა გექნებათ. აქ ნახეთ, ახლა გეტყვით კიდე.
თუ დავუშვათ, ეს ეხება პროფესიონალურ თემას, იმიტომ რომ ზოგისთვის ახლა არ არის, იმიტომ რომ სულ უსმინეთ ბოლომდე ხოლმე, თუნდაც აი ეს ორი პოზიცია, რომ მე ეს გაიგო თქვენი თუ არა ეს. რატო იცით? იმიტომ რომ თუ დავუშვათ, ეს ეხება ფულს და არა ურთიერთობას. ეს შეიძლება იყოს ეგ მომენტი, რომ თქვენ ვცდილობთ, ანუ როგორ არის, იცით? მე ვცდილობ, რომ დავიჯერო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, გამოვდივარ ამ ფიქრებიდან, რომ ყველაფერი ცუდად არის. მე კი მაგ წარმოდგენა, რომ ძალიან ესეთი თქვათ ადამიანი ვარ, რომელსაც აქვს ყველაფერი კარგად, მაგრამ მაინც სიტუაცია მაჩვენებს მე იმას, რომ დაუშვათ, რომ არც ისე ვარ, როგორც თქვათ მე მგონია და ანუ გაურებული ხარ. ამიტომ ახლა აქ გვაჩვენებენ რას, რომ თუ დაუშვათ, ახლა ეს ეხება ფინანსებს. სიტუაცია შეიძლება, მაგრამ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ შენ თვითონ შეცვლი მიდგომას შენ თვითონ მიხვდები, არჩევანს გააკეთებ და მიხვდები, რომ აი ეს არის ჩემი გზა. აქ მაღალი ძალები ისევ გეხმარებიან და აუცილებლად შენ რაღაც გამარჯვებული ხდები რა. დაუშვათ ახლა ის ცოდნა, ის რაც, ანუ გადალახავ რაღაცას, აქ უეჭველი და დაიწყებ ქმედებას და ძალიან კარგიც იქნება. თუ ეს ეხება ურთიერთობას კიდე, ну აქ თასები არ გამომდის, ხო? რას ეხება უფრო, რაღაცა გადაწყვეტილებას იღებთ. ну აქ უეჭველი არის როგორი თემა, იცით? შეიძლება იყოს სიტუაცია, რომ თქვენ, ნახეთ აქ როგორ წამოვიდა, იყო მე მგონი გუშინაც მაგ თემაზე გაშლა რაღაცა. მიდგომას შეცვლით. უეჭველი, აი საერთოდ შეიძლება აქ იყო რაღაცა მომენტი, რომ თქვენ ფიქრობდეთ, რომ მე ეხლა აი დაუშვათ საქმიანობასაც თუ ეხება, ხო? შეიძლება რაღაცა გიჭირდა თქვენ, გიშლიდათ ხელს, მაგრამ ამას გადალახავთ უეჭველი თქვენ. აი გადალახავთ რა, თქვენ აიღებთ თქვენ ხელში ყველაფერს აბსოლუტურად და კი გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან, თუ დაუშვათ თქვენ მოითმინეთ, იმიტომ რომ აქ აი ეგ როგორი თემა არის, იცით? როცა უკვე ადამიანი ზოგჯერ ნებდება, როცა აი უკვე ბოლო აი წყაბზე არის და აყენებს სამყარო არჩევანის წინ. აბა რას ეზავს შენ? ისევ გადავარდები იმ შენ ძველ რეალობაში თუ გადმოხვალ ახალ რეალობაში, ხო? ანუ სხვანაირად იცხოვრებ, თქვა სხვანაირი ფიქრები, ну თუნდაც ურთიერთობაზე რა, დარჩები იმ ტკივნეულში თუ გადახვალ, ხო? აქ შეიძლება, ну აირჩევ შენს თავს. ამიტომ აქ შეიძლება მოხდეს რა? ან რაღაცა წერილს მიიღებთ, გაიგეთ, რამე ეგეთი სიტუაცია შეიძლება იყოს რა. შეიძლება და ეს წერილი იქნება თქვენთვის გადამწყვეტი. მიხვდით? რაღაცა შეიძლება ორი ვარიანტი, ან ახალი ადამიანი შემოვა, შეიძლება ამას გაუშვებთ, ახალი ადამიანი შემოვა. ну ან შეიძლება ზოგისთვის იყოს სიტუაცია, თუ დაუშვათ, აი ძალიან ისეთი საუბარი გექნება და მიხვდებით, ну გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ ან აქ даже უფრო მამაკაცი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არა, მე ვარ შენთვის მნიშვნელოვანი, მე უნდა ვიყო შენთან. თუ სამსახურს ეხება, თქვენ უეჭველეთ, ცოტაც მოითმინეთ და იქნება სიტუაცია თქვენსკენ. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ უკვე სფეროების მიხედვით, რომ არ ვიმკითხავთ ახლა აქ და ვნახოთ რას გვაჩვენებს ტარო. так, ახლა პროფესიონალური თქვენი თემა. ой, კარტი როგორ დაახტეს ღმერთო ჩემო. ну აქ არის როგორი სიტუაცია გაქვთ ახლა პრინციპში, შეიძლება თქვენ დაუშვათ თუ რამე იყო შეჩერებული სიტუაცია. შეიძლება ფიქრობთ რა, კიდე ცოტა ხანიც და მე უკვე ყველაფერი გაერკვევა, დაიწყება. ну აქ არის როგორი მომენტი, აი მართლა რომ გამოდის ადამიანი შეიძლება სიტუაციიდან, სადაც გეგმები, ფიქრები, ოცნებები, რაღაც აი ეგეთი რამეები რა. ვერ გეტყვით რომ აქ არაფერს არ აკეთე, აქ უფრო ფიქრობ რა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემი საქმე გავაუმჯობესო რა. აი კიდე რა შემიძლია გავაკეთო. აი კიდე რაღაც იდეები შეიძლება გქონდეთ, ხო? აი კიდე რა შემიძლია გავაკეთო. აი ეგეთი რაღაც მომენტები შეიძლება ფიქრობთ სამსახურის შეცვლას, შეიძლება ფიქრობთ თქვათ ახლა ну ზოგთან ახლა არა, აქ უფრო რაღაცა იცით როგორ თითქოს შეიძლება იცით რაზე ფიქრობთ, რომ აი ეს უკვე არ მუშაობს რა ჩემთვის, რა ეს უკვე აღარ მადგება მე.
და აი მოდი კიდე რამე მოვიფიქრო ისეთი, რაც შეიძლება კიდე დაუშვოთ ახლა იყოს სასარგებლო სხვებისთვის. ეს ასე საერთოდ მუშაობს ისე. თუ გეკრობთ მასე ძალიან მაგარია რა. ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცას ფიქრობ თქვენ რომ კიდე რა შემიძლია გავაკეთო რომ რა გავაუმჯობესო, იმიტომ რა თქმა უნდა ეხლა აქ პენტაკლებიც არის, რა თქმა უნდა, ნუ ადამიანი ეხლა უკავშირებს თავის საქმიანობას ფინანსებს, ხო? ამიტომ აქ შეიძლება თქვენ ფიქრობთ ზოგი დაუშვოთ იმას, რომ თუ დაუშვოთ თქვენ გუნდი ყავთ, იმიტომ რომ შვიდიანი ეს როცა ერთად მუშაობს ვინმესთან, ხო ეს გუნდური თემაა. შეიძლება ფიქრობთ კიდე რა შემიძლია გავაკეთო, შეიძლება თქვათ ეხლა ვინმე ავიყვანო სხვა ადამიანი, ან დაუშვოთ ეხლა ვისთანაც ერთად ვარ, მჭირდები ან არ მჭირდები, ანუ რაღაცა ეგეთი თემაა ეს რა, თუ არაფერზე და არც გუნდი და არც არაფერი, უბრალოდ ფიქრობთ კიდე რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ სიტუაცია გავაუმჯობესო, შეიძლება სამსახურს ელოდებით ვინმესგან, ან ფიქრობთ კიდე რაღაცაზე. აი ეგეთი ინფორმაცია მომდის. ნახოთ ახლა ჩვენ აქ რა გელოდებათ, აქაც მე-20 არკანი გამოვიდა, სამი მაღალი არკანი, სუპერ. და საინტერესოა. რა გელოდებათ, აქ თითქოს როგორი მომენტი არის, იცით? მე-20 არკანი აქაც და აქაც. იცით რა არის? აი აქ ვიღაცას გაიხსნება ისეთი ნიჭი ამ კვირაში. აი დააკვირდეთ, ძალიან აგთხოვთ, იმიტომ რომ ისეთი სამი არკანი მოდის, რაღაცა ნიჭი გაგეხსნებათ ისეთი, რომ თქვენ თუნდაც ნუ არ ელოდებით. აქ კიდე როგორ მომდის, იცით? ვიღაცას ხატვის, აი თქვათ, უიმე ღმერთო ჩემო აღმოვაჩინე, რომ თურმე ხატვა მომწონს და ან კარგად ხატავ, ხო? ვიღაცას შეიძლება გქონდეს, ანუ დაუშვოთ, ნუ აი აქ როგორი თემა არის, იცით? არის ესეთი პროგრამა მატრიცაში, დაკარგული ასე ვთქვათ, ნიჭის რა, როცა ადამიანი წინა ცხოვრებაში რაღაცა ვერ გაანგითარა, ისეთი ნიჭი, რომელიც ვთქვათ, აი დაუშვოთ მწერალი, ხო სწორედ თქვენ. თქვათ ლექსების დაწერა, შეიძლება წიგნის დაწერა გინდათ, შეიძლება თქვათ ახლა ხატვის უნარი რაღაცა ეგეთი რა. ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა საკრალური, რაღაცა ნუ უეჭველი შეიძლება ზოგი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ თქვათ მინდა ვისწავლო ტარო, იმიტომ რომ ახლა ნუ რომი ყოველთვის ეს არის ტაროლოგის თემაც რა, ეს ტაროს არის მფარველი. და ანუ რაღაცა ისეთი საკრალური ნიჭი, რომელიც არ იყო თქვენში, ნუ ეხლა გამოვლენილი და ან გამოვლინდება ისეთი რაღაც, რაც იყო დახურული თქვენში. მიხვდეთ, შეიძლება მკურნავის დაუშვოთ ენერგია, თქვათ ეს არის, ხო? ანუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ შეგიძლიათ სიტყვაზე ხელით მკურნალობა ადამიანის, ხო? ან აღმოაჩენთ, რომ გაქვთ ეხლა თქვათ უნარი, რომ ადამიანს დაელაპარაკოთ და უცბად მისი ცხოვრება იცვლება. შეიძლება, ნუ ისეთ, ანუ აქ როგორი მომენტი, რაც იყო დაუშვოთ თქვენში დიდი ხანი დამალული, აი ეს გაიხსნება თქვენში და გაგიკვირდება, შეიძლება რაღაცის მიმართ ინტერესი გაიღვიძებს თქვენი და ძალიან გაგიკვირდებათ, რომ ეს არც მოველოდე დაუშვოთ მე. ნუ არის რაღაცა ახალი წელი, ეხლა ნუ რამდენადაც მე ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცები გაიხსნება ისეთი და უფრო ჩქარა, თქვათ, ვიდრე ადრე იყო, ხო? იმიტომ რომ ახლა ნუ წითელი ცხენის, ხო, არის წელიწადი და მოვლენები უფრო მალე იქნება განვითარებული, ვიდრე თქვათ სხვა დროს. აი ეგეთი რაღაცა არის აქ უეჭველე რა. დააკვირდეთ, ძალიან დააკვირდეთ რა, რომ რაც თქვენ, ნუ რაზეც თქვენ კი და ძალიან გეუბნეთ ნიჭი, რაღაცა ნიჭი იქნება აქ, რაც მოგწონს, ხო, ნუ даже არ არის საჭირო დამატების არაფერი. აქ არის ის მომენტი ზუსტად, რომ დააკვირდეთ რაღაცა ისეთი თქვენში უნდა გაიღვიძოს, რაც იყო დიდი ხანი თქვენში დამალული, დახურული, ხო? მოვიდა დრო იმისთვის, რომ თქვენში ეს გაიხსნათ, ძალიან კმაყოფილი იქნებით. აქ ახლა даже ბანალურზე ვერ გადავდევარ, თქვა, შეიძლება კი მართალია დაუშვათ, ნუ რაღაცა სამსახურს ელოდებოდეთ და თქვა, კი ბატონო,
გეტყვიან მოდი. ხო, ან დაუშვათ თუ შენ ახლა მსახიობი ხარ, ან ბლოგერი ხარ, რა ვიცი, რაღაცა იყო შეჩერებული და უცბად, ანუ რაღაცა იცით რა არის? აი მიეცემა ისეთი ენერგია, რომელიც არის აი საჭირო ბევრი ადამიანების სამყარო არის როგორ ანუ თითქოს აღიარება მიდის შენი სამყაროში აი ან გაბედავ წახვალ გახვალ სამყაროში სიტყვაზე ახლა თავს დაანახა ანუ გეშინოდე თქვა ვერ გადიოდე ხო თქვა საჯაროდ გადიხარ გაბედე აქ სხვათა შორის კიდე შეიძლება ზოგი მართლა საზღვარგარეთაც სწავა თუ შეჩერებული იყო თქვენთან რამე საბუთები ეგაც სხვათა შორის შეიძლება იყოს აქ გზა გაგეხსნებათ ეგაც არის აქ და ძალიან კმაყოფილი იქნებით ანუ გზაც გეხსნებათ რაღაცა მიხვდეთ მაგრამ აქ შემიძლია გითხრათ რომ ზოგი ახლა ну ეზოტერიკაში კი წახვალ მაგრამ იქ სადაც თქვენ მოგწონთ მოდით ასე რომ ვთქვათ რაღაცა მოხდება ისეთი რამე გაიხსნება თქვენში რაც თქვენ მოგიტანთ დიდ სიამოვნებას და თქვენ აი საზოგადოებისთვისაც იქნებით ძალიან საჭირო ეს საზოგადოება შეიძლება თქვათ კოლექტივი სადაც მუშაობთ ორი ადამიანი ხარ იქაც კი მაგრამ აქ მასშტაბურია ძალიან მასშტაბურია რაღაცა ისეთ ნაბიჯს ადგამ თქვენ და შედიხართ რაღაც სამყაროში საერთოდ ყოველთვის ну აი გინდაც ახლა ფინანსებზე ხო რამეს ყოველდღე რამდენადაც ხარ შენ საჭირო სამყაროსთვის იმდენი ანაზღაურებაც გაქვს რა ანუ ადამიანებისთვის საზოგადოებისთვის გამიგეთ იმიტომ აი აქაც შეიძლება დაუშვათ თუ გქონდათ რამე შიში თქვათ ვერ გადიოდეთ ხო უბრალოდ ახლა იცი რომ აქ ცოდნა დაუშვათ მაგრამ მე შინია არ ვიცი რომ აი რა ну არის რაღაც ეგეთი შპოტვის თემა რა და ადამიანი ჩერდება აი აქ იმიტომ თქვენს რომ რაღაცა მოხდება ან შეიძლება დაუშვათ თუ ყავთ თქვენი ну ადამიანი ვისაც თქვენ დაუშვათ ენდობი თქვენი მასწავლებელი თქვენი დამრიგებელი ხო შეიძლება თქვენ აი აქ საუბარი გექნებათ ისეთი რომ ეს ადამიანი გამოგიყვანთ თქვენ ამ მდგომარეობიდან ან გეტყვის რა უნდა გააკეთო და თქვენ რომ უკვე იმოქმედებთ აი ნახეთ ძალიან მაგარი წინსვლა გექნებათ აქ უეჭველი რომ დაუშვათ ახლა რაღაცის მეშინია ვერ ვბედავ გავბედე ანუ პატარა ბავშვის პოზიცია რა არ ვიცი რა ვქნა კი მინდა მაგრამ რა ვიცი აბა როგორ მოხდება ისეთი რაღაცა გადამწყვეტი შეიძლება საუბარი რომელიც აი ადამიანთან ვინც არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და ეს მე მოგცემს ამხელა წინსვლას აი ეს არის მოდით ფინანსები ვნახოთ ახლა ეხლა ამ წუთში გაქვთ როგორი სიტუაცია იცით ну შეიძლება გაქვთ რაღაცა ისეთი ნაკადი თქვა დაუშვოთ ხო ну ცოტა მაგრამ რო გითხრათ რომ თქვენ უკმაყოფილო ხართ ან რაღაცა არა შეიძლება ზოგს ახლა ოჯახი და ну გეხმარებათ დაუშვოთ თუ ახლა თქვენ პატარა ასაკის ხართ შეიძლება ოჯახიდან ეხეთ ან შეიძლება პირიქით შვილებმა დაგეხმარეს თქვა ან ну რაღაცა ისეთი მომენტი არის რომ პრინციპში ახლა რო გითხრათ რომ უფულოდ ხართ აქ ვერ ვეტყვი მაგას იმიტომ რომ აქ ახლა ამ დასტაში რვიანი ხმალების რა არის იმისი გვერდხების პირიქით გვეუბნებ რომ ცოტა რაღაცა ნაკადი მოდის თქვენთან და სუნთლად უფულოდ ახლა რო გითხრათ არა ხართ რა რაღაცას აკეთებთ რაღაცა ну მოდის რა ცოტა შეიძლება ვინც კლიენტებთან მუშაობს დაუშვათ მოდიან და თქვენც კმაყოფილი ხართ იმ პრინციპში так ფინანსები მომდევნო კვირაში ნახოთ აბა აქ ახლა ну აქ ყველაფერი იქნება დამოკიდებული თქვენზე რო გითხრათ რომ აქ ახლა ძალიან დიდი ნაკადი მოდის აი აქ ხო ვერ ვეტყვი მაგრამ პრინციპში აქ რა ხდება მოიცადეთ ну რაც გაქვთ თქვენ დაუშვოთ ახლა შენარჩუნებული ხო რაღაც თანხები ეს თანხები თქვენ პრინციპში გამოგადგებათ მაგრამ ვნახოთ ეს ჩვენი მაგრა ხდება იმიტომ რომ განდეგელიც ახლა ისეთი თემა არის რომ მე რაც მჭირდება ну მაგისტვის მაქვს ხო რო გითხრათ ახლა აქ იცით რა არის აქ ცოტა ისეთი გაფრთხილება შეიძლება იყოს შეიძლება რაღაცა მოგიწონება თქვენ ინტერნეტში
მოგინდებათ რაღაცის ყიდვა. მოგინდებათ, კი. მაგრამ შეიძლება ფული არ გეყოს, აი რაღაცის ყიდვა მოგინდებათ, რაღაც ინტერნეტში მე მგონი დიდი ხანი რაღაცა თქვენი ოცნება, მაგრამ ჯერჯერობით ფული არ გექნებათ. შეიძლება თქვათ რამეს მოგინდებათ, მოგეწონებათ, მაგრამ გადადებთ თქვენ მაგას სამომავლოდ. აი ეს არის ეს მომენტი. კიდე აქ რა გვაქვს ფულზე? აი, ხო თქვი. ეს შეიძლება აი მოდიოდა, მეთქი რაღაც უნდა შეიცვალოს. იმიტომ რომ როგორი მომენტი არის, იცით? აი თითქოს გადადებული, აი ეს დავინახე მეც, რომ თუდად არ არის სიტუაცია, კიდევაც ვიძახე. უბრალოდ აქ როგორი მომენტი არის, იცით? იცით რა იქნება, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, აი აქ, აი სადაც რაშიც თქვენ ფულს ვერ ხედავდეთ, იქიდან მოგივათ ფული, ვოთ. და აი ზუსტად ეს პოზიცია მე რო გითხარით, რომ შეიძლება დაუშვოთ თქვენ, აი ხობი რაღაცა თქვენი, ხო? აი დაუშვოთ, მოდით ასე ვთქვათ, აი ტარო, ხო? ისწავლეთ ტარო. და ფიქრობდით, რომ აი ეს ძალიან მიყვარს მე ეგ სიტუაცია ღმერთო და აი როცა ადამიანმა იცის რაღაცა, ნახეთ რა შვებიან მაღალი ძალები, ძალიან მაგარი გაშლა. შენ რაღაცა გაქვს ცოდნა დაგროვილი, ხო? მაგრამ არ იცი როგორ გამოიყენო, იმიტომ რომ შეიძლება თქვათ იყენებ და არ მოაქვს იმას თქვათ შენთვის შემოსავალი. ადგები და მე რა შვები, მივაგდო. აი ნახეთ, თითქოს დავიწყე რაღაცა, ვაკეთებდი, არა, მივაგდო. ეხლა ნახეთ რა ხდება. თუ ეს არის შენ უნდა ემსახურო საზოგადოებას, ხო? ჩაგაგდებენ ისე დღეში, გაიძულებენ. ადგები მოსინჯავ თავიდან, ხო? შეიძლება შიშით დაიმეთ, რომ აი არ გამოდის და გაისვრის ავრორა რო იტყვიან. გაიგეთ რა ხდება? ანუ არის შეიძლება რაღაცა ისეთი თქვათ ახლა მე ხო მყავს ახლა უამრავი მოსწავლე დაუშვოთ, ხო? ვინც ისწავლის ტარო. შეიძლება ფიქრობს, რომ მე ახლა ჩემთვის, მეც ეგრე ვიწყებდი. ჩემთვის მინდა რომ დაუშვოთ. მაგრამ მე უკვე ესე აი რომ მოსინჯავს, ხო, დაუშვოთ. აი შენ თუ უნდა ემსახურო, ხო, ხალხს, შენ რა აქვს მნიშვნელობა ხა ტაროზე თქვენ რო ყურუმიერებს. რაღაცა ცოდნა გაქვს, მოდით ასე დავიწყოთ. შენ ამას ვერ იყენებ. აი მიგიყვანებენ ისე დონეზე, რომ შენ იძულებული გახდები, გაგახსენდეს ის შენი რაღაცა კიდე თქვათ ნიჭი, რომელიც რაღაცა შენ რო ხო რაღაც სწავლობდი სიტყვაზე, მაგრამ არ იყენებდი იმ სწავლას, ხო? გაიძულებენ რომ ეს გამოიყენო და მიხვდები რომ ზუსტად ეს არის კიდე შეიძლება შენ რაღაცა გინდა მოგწონს გულით სულით, მაგრამ გეშინია რომ ვაი თუ არ გამომივა, ვაი თუ ვერ შევძლებ, ან მომიტანს მე ეგ ფულს, მიხვდით? და გადადებული ქონდათ სადღაც ეგ რაღაცა. აი აქ გეუბნებიან, რომ აქ ძალიან კაი მეთქე ახლა ეს პირიქით რაღაც კარის მეუბნება ხუთიანი ხედავ და აი აქ ზუსტად ფული ახალი საქმიდან, რომელიც შენ მოგწონს. მიხვდით? არ გამოვრიცხავ, რომ ზოგი მართლა და ისწავლეს, აი ხა მართლა ჩვენ კურსაც უკვე იანვარში, ვისაც უკვე გაინტერესებს, შეგიძლიათ მიწეროთ ჩემ დახმარ ჯგუფს, ლინკი ვიდეოს ქვეშ დევს, უკვე კიდე ახალნა კაც ვიყვან, ცოტა იქნება ძალიან ორი ჯგუფი იქნება ცოტა განსხვავებული, მიწერეთ ახლა ჩემ დახმარ ჯგუფს, აგიხსნიან, ძალიან მაგარი რაღაცა იქნება. და აი ნახეთ, აი ეს გადაწყვეტილება მივიღე, მასწავლებელიც ავირჩიე და მივხვდი, რომ ეს არის, ეს მე მინდა, ეს მომწონს, ეს მომიტანს მე ფულს. მივხვდით რა ხდება აქ? რაღაცა ფული წამოვა, სამომავლო ფული. ნახეთ აქ რა ხდება? იმიტომ რომ აქ ადამიანი უარს ამბობდა იმაზე, რაც მას ანიჭებდა სიამოვნებას. და აი აქ თქვენ თუ გინდათ ფული, თქვენ მოგივათ ეს, გეტყვენ შენი ნიჭი გახსენი, ეს გადადებული ფული. გაიგეთ, მაგრამ აი რაღაცა, ვინც უკვე დაუშვოთ ახლა გაიხსენებს, უკვე ისწავლეთ თქვენ, სცადეთ ახლა, ხო? დაიწყეთ.
და ნახავთ თქვენ რა ფული მოგივათ. აი ნახავთ. აუცილებლად აქ ახლა შეიძლება კიდე ერთი ინტერპრეტაცია შეიძლება ცოტა იყოს თქვა საწყისში სიტუაცია ისეთი რომ კვირის ჩვენ ხომ მთელი კვირას უყურებთ. კვირის დასაწყისში ცოტა შეჩერებული იყოს, მერე მოგივათ ფული ნაკადი მოვა. კი ბატონო, ყველა ვარიანტში. მაგრამ ის გაითვალისწინეთ, რაც გითხარით მე თქვენ. აქ რაღაცა თქვენი ნიჭი, თქვენ ძალიან კარგად იცით ყველა თქვენი ნიჭები. იმიტომ რომ თქვენ გააქვთ რაღაცა და არ იყენებთ, გაიგეთ? არ იყენებ და როცა შენ რამეს სწავლობ და არ იყენებ, ეს არის უკვე აი ტყვილად დახარჯული ფული რაღაცაზე. ეს უნდა შენ ანახო, აჩვენო, აანთო, მისცე გზა აი ამ შენ ცოდნას, რომელიც შენ, იმიტომ რომ იქ არის შენი ფული იმალება. იქ არის დამალული შენი ფული და შენ ახლა ამას არ იყენებ. რისთვის ისწავლე, ძალიან მაინტერესებს. Так, так, ურთიერთობა ახლა ვაიმე ღმერთო, როგორ დავმალო ეს ყველაფერი იყო. ასე გავაკეთებ. და გადავწოთ ყველაზე პენტაკლების მეტი. ეხლა ნახა, თქვენ რაღაცა განცდა გააქვს, შეიძლება ვიღაცას ურთიერთობა დაუსრულდა, შეიძლება თქვენი ინიციატივა იყო, გოგოებო და თქვენ ვთხარით, რომ უკვე всё, აღარ მინდა, იმიტომ რომ აქაც ახლა ისეთი მდგომარეობა, რომ აი ან შეიძლება როგორ რისკზე წახვიდეთ იმის, აქ როგორი თემაა, იცით, მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯობია დავასრულო. აი ეგეთი სიტუაცია. არის ზოგჯერ ეგეთი მომენტი, როცა დაუშვათ ახლა ხვდები, რომ უკვე გაუსაძლისია ურთიერთობა, ხო, კარმულია თუ არა კარმული, კარმულიც ახლა იმისთვის გვეძლება ჩვენ რომ გავიზარდოთ და როცა ჩვენ უკვე ხვდებით თქვენ რომ დაუშვათ არ გაძლევს ეს ურთიერთობა ენერგიას არანაერს, შეიძლება თქვათ გადაწყვეტილება მიიღო თქვენ თვითონ რომ დაუშვათ ახლა, რა ვქნა. ან შეიძლება ადამიანი არაფერს არ აკეთებს, ადამიანი შეიძლება თქვენი თქვათ ახლა ზის ისეთ მდგომარეობაში რომ თქვათ, არანაირი თქვენს ქმედებაზე რეაქცია არ აქვს, აქ უფრო მე უკვე აი ამ კარტით ვეთქვი რომ გოგომ რაღაც გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო იმის მიუხედავად რომ თქვენ ახლა გრძნობა ადამიანის მიმართ გააქვთ, თქვენ აქ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღეთ რომ უნდა აქ საერთოდ მანარაში არის ძალიან მაგარია. მანარაში საერთოდ მე-13 არკანი ხშირ შემთხვევაში უფრო აჩვენებს, როცა კი აქვს მაგას ის მნიშვნელობაც, რომ თქვათ, ახლა შეიძლება შეიცვალოს აქ რამე, მაგრამ უფრო ხშირ შემთხვევაში აჩვენებს, როცა ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს, ან მიიღო, რომ ურთიერთობა დაასრულოს. არის აქ ეგეთი რაღაცა. ნახოთ ახლა რა გელოდებათ. მომდევნო კვირაში პრინციპში აქ არის როგორი სიტუაცია. აქ რაღაცა შეიცვლება. აქ ვერ ვხედავ მე რაღაცა ისეთი რომ თქვათ ურთიერთობა თქვენ თვითონ იცით როგორ არის? აქ თითქოს თქვენ ქვერთხების დედოფალით ან მანარაში ეს არის ქალი, რომელიც აკეთებს იმას, რაც მას უნდა, როგორც უნდა და ვისთანაც უნდა, ვაფშე არ აინტერესებს მაგას არანაირი აზრი. შეიძლება თქვენ ის რა შეხვედრა ვინმესთან ან რა ხდება? აქ არ გამოვრიცხავ მე, რომ შეიძლება ვიღაცა გაიცნობს ვიღაცას ადამიანს ხას კიდე. ვიცოდეთ, აქ ისეთი კარტი მოდის ვერ გაჩვენებთ რა ისე დამიჯერათ. უბრალოდ მე რო შევიდე არკანში. აქ როგორი მომენტი არის, იცით, თქვენ თვითონ ირჩევთ თქვენს თავს, აი ასე ვეტყოდი მე. და ეს აქ იქნება თქვენი პარტნიორი თუ დაუშვათ არის აქ ვიღაცას თქვენ თქვით რომ სავსავსო დავიწყე. აქ შეიძლება სურათებს დავდეთ, რაღაცას გააღიზიანებთ თქვენს პარტნიორს თქვენი დადებული სურათებით. კი. ან რაღაცით, ხო? კი ბატონო.
აქ კიდე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ვიღაცას მოიზიდოთ ახალ ადამიანს, ახალი გაცნობა შეიძლება იყოს. აქ არ გამოვრიცხავ. სულ ახალ. კიდე, იცით როგორი მომენტი, თქვენ აქ ყველა ვარიანტში, აი აქ უკვე დასრულებას მაჩვენებენ. თუ დაუშვოთ, თქვენ იყავით მართლა ისეთ ურთიერთობაში, რომელიც თქვენ არ გაძლევდათ უკვე არანაირ სიამოვნებას, თან ეს ურთიერთობა იყო თქვენთვის, მართლა გოგო აკეთებდა რაღაცას, ხო, ბიჭი, ეხა მართლა გულის ტკენა, ნერვიო, დიდი ხანია. აი ამას თქვენ თითქოს იცით როგორ აი ეს მიჯაჭვება თქვენი რაღაცადღაც წავა, კი, სტაბილურობაში მიდიხართ თქვენ. რაღაცა თქვენი პარტნიორი იქნება ზათო ცუდ დღეში. იმიტომ რომ აქ იქნება ადამიანი, როგორც ისეთ დღეში ჩავარდება. თქვენი პარტნიორი, თქვენი ქცევები, თქვენ რო გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენ რო უკვე აღარ იდარდებთ, თქვენ რო უკვე იტყვით რომ მე ვიღებ ჩემ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას, ეს ასე მუშაობს საერთოდ რა, ისიც რო ვთქვათ რა. თქვენ რომ იტყვით რომ всё, მე ჩემი ცხოვრებით ვარ დაკავებული, მე აღარ გექნებათ ეს ხა ეს ნერვიულობები რო იცით ხოლმე და რაღაცები და გაუშვით სიტუაციას, იცოდეთ რომ აქ უკვე თქვენი მამაკაცი მიხვდება რა დავკარგე, იცოდეთ. აქ შეიძლება აქ შეიძლება даже მოინდომოს თქვენ დაბრუნებას. აი მე აქ ძალიან რაღაცნაირი ისეთ ისტორიას მიყვებიან, აღარც მინდა მაგისი მოყოლა. მე მარტო ერთი ის ვიცი რომ გოგო აქ რაღაცას ყოველ შემთხვევაში მოდით ასე ვთქვათ, თუ დაუშვათ აქ თქვენ აი ეს სიტუაცია თქვენი ხო არის, ყველა ვარიანტში თქვენ თავს აიყვანთ და ამით უფრო კიდე გამოიწვევთ თქვენი პარტნიორის რაღაც შეიძლება ქმედებას რა. დააკვირდეთ ახლა ეს კვირის პროგნოზი, მირის ჩვენ ახლა გავაკეთოთ კიდე სხვა გაშრები და ვნახოთ ახლა მისი ყველაფერი, ხო? всё, ჩემო ლამაზო, პრინციპში მე მოგეცით მაგარი ინფორმაციები, ვფიქრობ, ხო, ძალიან, აი აქ მიაქციეთ ყურადღება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. всё, გისურვებ ბედნიერებას, სიხარულს და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.